მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ თითოეულ თქვენგანს დიდი სიყვარულით. მადლობას გადაგიხდით თითოეულ თქვენგანს უკავშირისთვის, თბილი სიტყვებისთვის, იცით რომ ეს არხის განვითარებისთვის და ჩემი სტიმულისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ინფორმაციით და გაშლებით გაგანებივროთ ძალიან საჭიროა. მე დღეს თქვენთვის გავაკეთებ ოქტომბრის თვის გაშლას, როგორი ოქტომბერი გველის, ამავე დროს თქვენთვის რჩევასაც ამოვიღებ. მოდი ვნახოთ ახლა რა ენერგიებში ხართ ახლა, როგორ ხართ ახლა, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, რა იქნება მნიშვნელოვანი მოვლენები თქვენს ცხოვრებაში. თქვენს სამსახურში ვნახოთ რა იქნება, რა შემოვა თქვენი წარმატება სამსახურში. ფინანსები როგორი იქნება ოქტომბრის თვეში, ფინანსები როგორი იქნება და თქვენთვის საყვარელი თემა რა იქნება თქვენს პირად ურთიერთობაში, პირადი თქვენი ოქტომბრის თვეში. ნახოთ ახლა როგორ ხართ. შეიძლება იმედგაცრუებულები ხართ ახლა, იმიტომ რომ რაღაც წამოწყება, რაც თქვენ დაიწყეთ, რაღაც მომენტში კრახით დასრულდა, თქვენი ჩანაფიქრი ვერ განახორციელეთ აი ამ სექტემბრის თვეში და იმედგაცრუებული ხართ. შეიძლება გსურდათ რაღაც კომფორტის შექმნა თქვენი თავისთვის, რაღაც პროცედურების ჩატარება, ან რაღაცის შეძენა გსურდათ, რაც ძალიან დიდი ხანია გინდოდათ, დაიწყეთ კიდეც ეს ყველაფერი, მაგრამ იმედი გაგიცრუვდათ, რაღაც მომენტში იგრძენით ტკივილი და იმედგაცრუება, იმიტომ რომ ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც დაგეგმეთ. მნიშვნელოვანი რა იქნება ოქტომბრის თვეში. მეგობრებო, ვინმეს თუ ან ქორწინება, ან განქორწინება გსურდათ და ვერ ახერხებდით, ან რაღაც საბუთი გჭირდებოდათ და რაღაც ფარული ხელისშემშლელი ფაქტორი იყო თქვენ დაგეხმარებათ მამაკაცი, რომელიც იქნება საკმაოდ წარმატებული, თავის საქმეში გავლენიანი და ამ ადამიანის წყალობით თქვენ ხელი შეგეწყობათ და მიიღებთ აი ამ კონკრეტულ საბუთს, ან რაღაც ფორმალობა გქონდათ მოსაგვარებელი და ვერ აგვარებდით, შეიძლება საზღვარგარეთ წასვლა გსურდათ, ან რაღაც საბუთთან დაკავშირებული იყო ეს ყველაფერი და ვერ იღებდით, თუნდაც ვიზა, ეს აუცილებლად გექნებათ. კიდევ ვნახოთ რა იქნება მნიშვნელოვანი, აი რაც გაჩერებული იყო და ვერ იცვლოდა, გარდასახვა მოხდება აი ამ ყველაფრის. თუ თქვენს მამაკაცთან შეჩერებული გქონდათ ურთიერთობა და გაურკვეველი იყო ყველაფერში გაერკვევით, თუმცა ეს პირადი ურთიერთობა არ არის, მაგრამ აქ მნიშვნელოვანზე ამოვიდა ესეც და
თუ გაჩერებული იყო და ვერ იცროდა სიტუაცია, არც აქეთ იყო, არც იქით, ან დაასრულებთ აი ამ ყველაფერს და წერტილს დაუსვავთ, რომ მე ესე აღარ მსურს გავაგრძელო, როგორც აქამდე იყო, დიდ წერტილს დასვავთ, ან გაივლით ძალიან საშიშ ბეწვის ხიდზე წარმატებით და დაიწყებთ ახლიდან აი ამ ყველაფერს, ახალი ფურცლიდან. მოდი ვნახოთ სამსახურში რა გელით. შეიძლება დაძაბული ქონდათ იქაც სიტუაცია, მაგრამ თქვენ ძალიან დიპლომატიურად მოაგვარებთ ყველაფერს და ემოციურად ძალიან კარგად იგრძნობთ ამის შემდეგ თავს, იმიტომ რომ თქვენ გამოავლენთ ძალიან დიდ სიძლიერეს და თქვენი მიზანდასახულობით რაღაც ინფორმაციებს გაარკვევთ, შეიძლება ინტერნეტის საშუალებით, ვისაც არ გქონდათ სამსახური, ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მოიძიებთ სივს გაუშვებთ, ან მიიღებთ ინტერნეტით ინფორმაციას, რომ სჭირდებათ თქვენი თავი გარკვეულ სამსახურს და თქვენ აუცილებლად დაიწყებს სამსახურს. თუ გაქვთ უკვე არსებული სამსახური, თქვენ ახალ ეტაპზე გადახვალთ. რა იქნება კიდევ თქვენ სამსახურში? ახლა უკვე დიდი ძალისხმევა აღარ მოგიწევთ, თქვენ აი იმ ლაბირინთს ძალიან მარტივად ერთი ხელის მოსმით გადაჭრით და თქვენი შრომის მოყვარეობით, მიზანდასახულობით აუცილებლად მიაღწევთ სამსახურში წარმატებას. მოდი ვნახოთ ფინანსები. მეგობრებო, ფინანსები იმდენი გექნებათ, რაც გჭირდებათ თქვენ თუნდაც საშოპინგოთ, ახალი წამოწყებისთვის, შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს მოუწიოს რამოდენიმე დღით გამგზავრება, დასვენება და თქვენ მაღალი ძალები დაგეხმარებიან სწორედ აი ამაში, რომ თქვენ მოიძიოთ ეს ფინანსები, რაც თქვენ გულს გაახარებს. თქვენი ფინანსები ოქტომბერში თქვენ მიიღებთ აი იმ სიუხვეს ნამდვილად, რაც აქამდე იყო შეჩერებული, რასაც თქვენ აქამდე შრომობდით და თითქოს ეს ყველაფერი ჩერდებოდა და თქვენამდე ფინანსური სახით აღარ მოდიოდა, თქვენ უკვე გექნებათ აი მომკის პერიოდი ოქტომბერში, როგორ შემოვა ფინანსები თქვენთან. შეიძლება ახალი გზითაც წახვიდეთ, ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება ფინანსები გადადებული ქონდა რაღაც გამოკვლევებისთვის, ჯანმრთელობის პრობლემებისთვის, ან სურდა მოეძიებინა ფინანსები იმისთვის, რომ მიიღება საკუთარი ჯანმრთელობისთვის და თქვენ აი ამას ნამდვილად მიიღებთ ფინანსები. არ იცით ახლა ზუსტად საიდან შემოვა ეს ფინანსური ნაკადი, თქვენთვის ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ფინანსები ნამდვილად შემოვა თქვენთან ოქტომბრის თვეში და აქაც ვხედავ, რომ შეიძლება პარტნიორი მამაკაცი დაგიდგეთ გვერდით, ან უფროსი სამსახურში. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით თქვენთვის უცნობია, საიდან შემოვა ეს ფინანსები. საიდან შემოვა? არ გჯერათ, რომ შემოვა ახლა ეს ფინანსები, გაურკვევლად ხართ, მაგრამ თქვენ რაღაც წარმატებას მიაღწევთ გარკვეულწილად და აი ეს თქვენი წარმატების შედეგი იქნება, აი ეს თქვენი ფინანსური ნაკადი იქნება თქვენი შრომის შესაბამისად ნამდვილად მიიღებთ ფინანსურ წარმატებას. მოდი ვნახოთ პირადში რა გელოდებათ. პირადში ვხედავ, რომ დიდი ტრანსფორმაცია გაიარეთ და ახლა უკვე განკურნების პერიოდში ხართ, შეიძლება იყოს შერიგება, შეიძლება იყოს რაღაც მომენტში შეჯერება, დალაპარაკება პარტნიორებს შორის,
ვის როგორ სურს რომ წარიმართოს ურთიერთობა და ნამდვილად მიაღწევთ კონსენსუსს და შეთანხმებას და პირადშიც ვფიქრობ რომ უნდა დაგილაგდეთ სიტუაცია. თქვენთან პირადში რა იქნება პირადში? კი, მეგობრებო, შეიძლება გაბრაზებული ხართ ერთმანეთზე, შეიძლება ბარიერებს უწესებთ, მაგრამ აუცილებელია თქვენ შორის მოლაპარაკება. ეს მოლაპარაკება თქვენ შეგაჯერებთ და მიგიყვანთ აი იმ გულწრფელ საუბრებამდე, რომელიც განაახლებს თქვენს ურთიერთობას. მოდი ვნახოთ, ვინც არ ხართ ახლა ურთიერთობაში. რა იქნება პირადში? იმათთვის, ვინც არ ხართ ახლა ურთიერთობაში, პირადში რა გელით? შეიძლება SMS-ი მიიღოთ მამაკაცისგან, თუ არ ხართ ახლა პირად ურთიერთობაში ვინმესთან, მიიღოთ სასიყვარულო წერილი, ან ძალიან ლამაზი წერილი, რომ სურს ადამიანს თქვენთან კომუნიკაცია, ემოციების გაცვლა, გამოცვლა და ახალი ემოციები და ახალი ცხოვრების დასაწყისი იყოს ეს თქვენთვის პირად ურთიერთობაში. ვინც არ ხართ ურთიერთობაში, ვინც ხართ ურთიერთობაში, ნახოთ მათთვის. წავა ის მელანქოლიური განწყობა, რომ თითქოს შანსი არ არის, რომ კიდევ იყოთ ბედნიერი. თქვენ ნამდვილად თუ აქამდე თქვენი მამაკაცი არასტაბილურობით გამოირჩეოდა, პასუხისმგებლობას თქვენზე არ იღებდა, ახლა მას ექნება სურვილი, რომ გამოიჩინოს ინიციატივა, აიღოს პასუხისმგებლობა თქვენზე და სტაბილურობის განცდა შეგიქმნათ. და ვინც ხართ ახლა კონფლიქტურ სიტუაციაში, ნაჩხუბრები ხართ, მოდი მათთვისაც ამოვიღებ 3 კარტს. თქვენთვის რა იქნება? მიიღებთ გადაწყვეტილებას, მეგობრებო, რომ აი ეს ბარიერი თქვენ შორის დაიშალოს და ერთმანეთთან აი საუბრით მოაგვაროთ აი ეს კონფლიქტი, რაც გაქვთ. კი, ნამდვილად ეს იქნება კომუნიკაცია და ახლის დასაწყისი, საფუძველს ჩაუყრით კიდევ ერთხელ, რომ ახლიდან სცადოთ ურთიერთობა. მოდი ახლა როგორც დაგპირდით, ამოვიღებ მე თქვენთვის რჩევას. რას გირჩევთ ტარო ოქტომბრის თვესთან დაკავშირებით? რჩევა თქვენ ტაროსგან. მოეშვით, დაისვენეთ ახალი გზა, რომელიც ფიქრობთ, რომ თქვენ გამოვალი სიტუაციიდან ფიქრობთ, რომ არის რაღაც გამოსავალი, თქვენს ქვეცნობიერს აქვს ეგ, რომ გადარჩეს. ამიტომ თქვენ მოგეცემათ შანსი, რომ ახალი ნაპირისკენ გაცუროთ, სადაც წარმატება გელით და ნამდვილად არინანებთ. ტარო გირჩევთ, რომ თქვენ პირველ რიგში საკუთარ თავზე იზრუნოთ, საკუთარი ბედნიერება აირჩიოთ, საკუთარი წარმატებისკენ გზა განაგრძოთ და ყველაფერი კარგად გექნებათ. თქვენ იბრძყინებთ როგორც აი ეს მზე, თქვენთან შემოვა სითბო, სიყვარული, როგორც კი საკუთარ თავს დააფასებთ, საკუთარი თავის სიყვარულს ისწავლით, მიღებლობა გექნებათ საკუთარ თავთან, აუცილებლად შემოვა აი ეს სითბო, სიყვარული და წარმატება თქვენს ოქტომბრის თვეში. მე კი დაგემშვიდობებით, დიდი სიყვარულით და გელით კომენტარებში. დროებით.